ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს წელს მეათე საიუბილეო სეზონი აქვს. ფესტივალი 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება და ფესტივალის დაარსების დღიდან მისი მთავარი მისია ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ასევე ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას. საიუბილეო ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვან პროგრამას თავაზობს მსმენელს. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი ლირას ორგანიზებით ტარდება და არა მხოლოდ კლასიკური მუსიკა იქნება წარმოდგენილი, აქ რა თქმა უნდა მრავალფეროვანია. ძალიან წლევანდელი ფესტივალი როკ მუსიკის მოყვარულებსაც შეუძლიათ რა თქმა უნდა მიიღონ დიდი სიამოვნება ამ ფესტივალიდან და დიდი მადლობა ქალბატონელი სოფოლქვაძეს, რომელიც არის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი ამ ფესტივალის და თქვენ ჩვენ საუბრობდით რომ სახელი გადაერქვა სწორედ მაგიტომაც ფესტივალს, ეს არის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, აქამდე იყო კლასიკური მუსიკის, რადგან ძალიან მრავალფეროვანია და პროგრამას გადავავლებ თვალი. ნაწარმოებებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩამოვთვლი ქვეყნებს: ისლანდია, იტალია, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ბრაზილია, თავისთავად საქართველო არის წარმოდგენილი წელს ფესტივალში. დავიწყოთ პირველი დღე 30 სექტემბერი. მოგესალმებით, ივამშვიდობისა, მეგობრებო. დიახ, მეათე საერთაშორისო ფესტივალი უკვე დიდი დრო გავიდა და ეს არის ნამდვილი ასე ვთქვათ, ზეიმი, ხელოვნების ზეიმი, შავ ზღვაზე, ბათუმში, საქართველოს მარგალით ქალაქში, ასე ვთქვათ, სადაც მთელი 10 დღის განმავლობაში მუსიკალური ჰანგები მოეფინება ამ არაჩვეულებრივ ქალაქს. პირველი დღე 30-ში არის 6 საათზე ჩვენ გვაქვს გახსნა. ბრაზილიის საელჩოს ინიციატივით იმართება ამაზონის ტყეების გამოფენა, რომელიც არის ძალიან ჯერ ისევ ბრაზილიის დღე არის, ეროვნული დღე იქნება აღნიშნული და შემდეგ ამასთან ერთად იქნება ამაზონის ტყეების არაჩვეულებრივად საინტერესო ფოტოგამოფენა და ის გაგვაცნობს ელჩი იმ სპეციფიკას, რაც რა თქმა უნდა ამ არაჩვეულებრივ და უნიკალურ ტყეებს გააჩნია და უნდა რომ გააცნოს ქართულ საზოგადოებას და ეს ძალიან კარგია. დვორჟაკის მეცხრე სიმფონიას უკვე ამ შედევრს, რასაც ქვია, მსოფლიო მუსიკალურ შედევრს მოვისმენთ სკანდინავიელი დირიჟორის ბუდნი ემირსონის დირიჟორობით. ეს პირველად არ ტარდება, რა თქმა უნდა, არ ჟღერდება ბათუმში, მაგრამ ეს იქნება მისი რაღაცა ამ შემადგენლობით და მე აქ მინდა ვთქვა, ამით იხსნება ფესტივალი, დიახ და მინდა ვთქვა, რომ მაესტრო დავით მუქერიამ შექმნა ორკესტრი ბათუმის ფესტივალისთვის, უკვე მეოთხეჯერ ფუნქციონირებს ეს ორკესტრი და სპეციალურად არის შეკრებილი მუსიკოსები იმისთვის, რომ ბათუმის ფესტივალზე მიიღონ მონაწილეობა. ამ კონკრეტულ ფესტივალზე ამჯერად, მაგრამ ამ კონკრეტულ სიმფონიის დასაკრავად. ძალიან განსხვავებულია. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია ახალი სამყაროდან, ასე ქვია. ანუ ამერიკული ჰანგებია, ძალიან ბევრი დორჟაკის ამერიკაში მოღვაწეობის პერიოდია და იქ შავკანიანთა, ფერადკანიანთა და ადგილობრივი ინდიელების ძალიან ბევრი ფოლკლორია შესული ამ სიმფონიაში. ეს არის ძალიან მოდერნი, ასე ვთქვათ, ეკლექტური და ძალიან მოდერნი თვითონ იდეა ამ სიმფონიის და არის ანუ მე მაგ დღეს მოვდივარ. აუცილებლად გეპატიჟებით, აი მე მოვიტანე მოსაწვევები და თქვენ ყველას გეპატიჟებით. და ვინ სტუდიაში არ არის და მოსაწვევი არ არის, ისინი როგორ მოდიან. გადავწეთ. ქალბატონელის სპეციალური სტუმარი ვინ იქნება ფესტივალის და პროგრამასაც მივყვეთ. დიახ, ესე იგი მეორე დღე გვექნება ჩვენ ძალიან საინტერესო ასევე ეს არის უკრაინელი წარმოშობის ძალიან ცნობილი პიანისტი უკვე რომელსაც დიდი ხანია მე ვიცნობ ანა ფედოროვა, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობს და რომელიც ახლა გახდა უკრაინის ასე ვთქვათ ემბლემა კლასიკური მუსიკის და საფორტეპიანო მუსიკის და ძალიან დიდი ვარსკვლავია. გრიგის საფორტეპიანო კონცერტში ასრულებს ძალიან პოპულარულს და მოცარტის მე-40 სიმფონიას მაესტრო ბურგონოვო, რომელიც ჩამოდის იტალიიდან. მესამე დღე ეს არის აზერბაიჯანის დღე, როდესაც აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ასევე ფოტოგამოფენას, რომელიც მიძღვნილია ჰეიდარ ალიევის 100 წლის თავისადმი და შემდეგ იქნება უკვე
მუგამის კონცერტი. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მუგამი არის აი ძალიან ორიგინალური ჟანრი, რომელიც არის იუნესკოს, ასე ვთქვათ, ქუდის და აღიარებულია როგორც იუნესკოს ღირებულება და აი ამათ წარმომადგენლებს მოусმენთ ძალიან საინტერესო, მრავალფეროვან და ესეც განსხვავებულ პროგრამით. შემდეგ არის ძალიან ასევე საინტერესო მეოთხე დღე უკვე ეს არის მუნიციპალიტეტი 9 მუნიციპალიტეტი გვეწევა. დიახ, ეგ არის მნიშვნელოვანი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ძალიან არ მხოლოდ აჭარას მოიცავს ეს კახეთი არის. ჩვენ დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა ვიღებთ საერთაშორისო სტუმრებს, მაგრამ ჩვენ მე მგონია რომ არ უნდა დაგვაიწყოს ჩვენი სტუმრებიც. ჩვენი სტუმრები რეგიონებიდან, რომელსაც მე ესეთი სახელი შევარქო მუსიკალური ჰანგები საქართველოს კუთხეებიდან, იმიტომ რომ აქ საქართველოს კუთხეებში და საერთოდ როგორც აღიარებული და ვიცით, ყველა კუთხეს თავისი სპეციფიკა აქვს და არის ზოგი ძალიან კარგად არის ფანდური განვითარებული, ზოგი ვოკალი, ზოგი ცეკვა და ამ შემდეგ. ყველანი ხა ერთად შეიგრიბებიან და 9 მუნიციპალიტეტი ბათუმი დაამთავრებს არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი. ჩვენ სავარაუდოდ ყველა დღეს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ აუცილებლად გავაერთიანოთ, რომ მოსაწვევზე გამოსახულია ფოტოები ერისიონი 8 ოქტომბერს, ზვიად ბოლქვაძეა მაგალითად 5 ოქტომბერს წარმოდგენილი, ქართული კლასიკური საგუნდო მუსიკა 5 ოქტომბერს ასევე, ბათუმის მუსიკალური ცენტრი, როკ ბენდი მარსისი, ხო? დიახ, ეს არის თურქული ბენდი, რომელიც ლაზურ და ქართულ სიმღერებს იმღერებს. ხო, ეს არის ახალგაზრდაურის ფოტო დავინახე და ეს რასთან დაკავშირებით. ეს ახალგაზრდა ვარსკვლავი გოგონა ჩვენ გვიმღერებს აზნაურის სიმღერებს. არბი ალტო. რა მაინტერესებს, იცით, აი 10 წელი ფესტივალის ძირითადი მიზანი ამოცანა ეს არის ცნობადობა, ხომ, მთელ მსოფლიოში. რა გაზომეთ 10 წლის განმავლობაში, ანუ რამდენად მოიმატა თუნდაც ამ ფესტივალით გამოწვეულმა ცნობადობამ მსოფლიოში. და ახალგაზრდა ტალანტები ბატონო, აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ესეთი პირველ წელს, როდესაც მე ეს ფესტივალი, ნუ დამფუძნებელი ვარ, ხო, ფესტივალის და როდესაც დავიწყე, მაშინ მიხდებოდა საუბარი იმაზე, რომ აი რა მნიშვნელოვანი პროგრამაა ეს როგორც ქვეყნისთვის, ისე მუსიკოსებისთვის, ასევე ქართველი მუსიკოსებისთვის. ეხლა უკვე საერთოდ შეიცვალა სიტუაცია და პირიქით არის, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნილება, როგორც მასტერკლასებზე, ისე მონაწილეობა მიიღონ და როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და წელს კიდევ ერთხელ ყავს პარტნიორი რადიო კლასიკის საფრანგეთის რადიო, რომელიც მილიონობით მსმენელს მოიცავს და 21 სექტემბერს მთელი დღე ვიქნებით ეთერში. პირდაპირში არა, იმიტომ რომ მე უკვე ჩამოვედი, მაგრამ იქნება, ესე იგი, ისაუბრებენ საქართველოზე, ბათუმზე, აჭარაზე, კულტურაზე და ყველაფერზე. 3 ოქტომბერიც რა მაგარი დღეა, ეხლა შევხედე ქალბატონელის, ოთეგი ჰაიდნის 86-ე სიმფონია, კალმარიან ფონ ვებერი კონცერტი კლარნეტისთვის და ორკესტრისთვის. უნდა წახვიდე ბათუმში. უდიდესი ნაწარმოებია და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი ნომერი 21. ბათუმი გჭირდება და სასტუმრო. 30 და 3-ში 30-ში 3-ში მე სასტუმრო არ მინდა, იქ მოვალ პირდაპირ. კარგი. გელოდები. ახალგაზრდა ტალანტები და მასტერკლასებს. აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ფესტივალი არის იუნესკოს მაღალი პატრონაჟით იმართება უკვე მე-6-ჯერ, რასაც ესე იგი მე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, იმიტომ რომ ყოველ წელს და თქვენ მზადებით იუნესკოს ელჩი, ესაც აღნიშნეთ. მშვიდობის ელჩი, მაგრამ ყოველ წელს მე აუცილებლად უნდა გავუგზავნო იუნესკოს ის მიღწევები, რაც ჩვენ გქონდა ფესტივალზე, როგორი დასწრება იყო, როგორი ინტერესი იყო, რა საერთაშორისო აღიარება, როგორი სატელევიზიო. აი ამ თემაში ვიკითხავ, იუნესკოს უთანხმებთ, ვინ იქნებიან მომდევნო წელს შემსრულებელი თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა თქვენი? იუნესკოს მე უთანხმებ თემატიკებს, რომელსაც მე ვანვითარებ ფესტივალში და აქ თუ ხედავთ თქვენ არის კულტურის დიპლომატიას ხედავთ, იმიტომ რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად არის. პლატფორმაზე მოქცეული ახალგაზრდა პიანისტებსაც ხედავთ, სადაც როგორც სომეხი ბავშვები დაუკრავენ, ისე აზერბაიჯანელი ბავშვები დაუკრავენ. ეს ახლა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს პოზიციონირება სამშვიდობო პლატფორმით და კულტურული პლატფორმით. და ამის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ მასტერკლასებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო პროგრამას. ვინ ჩაატარებს მასტერკლასებს? მაესტრო მიშელ სონი, რომელსაც თავისი
არაჩვეულებრივად საინტერესო მეთოდოლოგია აქვს, ჩაატარებს მასტერკლასებს სხვა ბავშვებისთვის, სხვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან და ეს ბავშვები, რომლებიც შვიდში დაუკრავენ და რომლებიც არიან უკვე აღიარებული ვირტუოზები, ისინი არიან უკვე მისი ფონდის დამწყები როგორ მოდიან, როგორ ვესწრებით? ორი ლოკაცია გვაქვს, ეს არის მუსიკალური ცენტრი და ეს არის თეატრი, დრამატული თეატრი და ძირითადად მაინც მუსიკალურ ცენტრში ვართ და დამსწრე საზოგადოება, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდები, ძველგაზრდები, თეატრის მოყვარულები, მუსიკის მოყვარულები, როკის მოყვარულები, ბევრი ჟანრი არის და აი ნახავთ ახლა როგორი დასწრება გვექნება. ჩვენ რა თქმა უნდა ეს 9 დღის განმავლობაში ორ-ორი კონცერტი არა, მე ვიკითხე, ბილეთი უნდა ვიყიდოთ თუ მოსაწვევები? მოსაწვევები ექნებათ, იქნება ბევრი მოსაწვევები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ეს არ არის კომერციული პროექტი, მაგრამ რაღაც ბილეთების რაოდენობა შეიძლება იქნება. სურველებს შეუძლიათ, როგორც ტიკეტჯიზე შეიძინონ, ასევე სალაროშიც შეიძინონ. მოკლედ არაჩვეულებრივი საღამოები ელოდება ამაზონის. დიახ, ამაზონის ტროპიკული ტყეები არის აი გახსნამდე 6 საათზე და ასევე ჰეიდარ ალიევის გამოფენაც იქნება მუსიკალურ ცენტრში და ბოლოს არის ერისიონი დახურავს მოკლედ ფესტივალს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ წარმატებები ფესტივალს, წარმატებები რა თქმა უნდა ახალგაზრდებს პირველ რიგში უნდა და მადლობა იუნესკოს. აუცილებლად. მადლობა იუნესკოს, მადლობა ქავოთო და ყველაზე დიდი მადლობა დვორჟაკს. რომ დვორჟაკი ჰაიდნიძე მოსაწვევა და ძალიან მიყვარს. კი ბატონო. უღრმესი მადლობა წარმატებები თქვენ. ესე იგი 9 დღის განმავლობაში 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში ბათუმს ელოდება არაჩვეულებრივი მუსიკალური საღამოები. ესე იგი დღეში გაიმართება ორ-ორი კონცერტი, ხო? რაღაც ასე იქნება თავისი გამოფენებით, არა მარტო კლასიკური მუსიკა, ძალიან მრავალფეროვანია. მასტერკლასები, როკ მუსიკა და სხვა მიმართულებები, სხვა ჟანრები, ასე რომ მადლობა თქვენ წარმატებები. ჩვენ კი